მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს. დღეს უნდა ვნახოთ მესამე სეზონის მერვე სერია. სერიის სათაური არის ICU და ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. ვოლტი და ჯესი ისევ მეწყვილეები არიან, პარტნიორები. ვნახოთ როგორ მუშაობენ ახალ ლაბორატორიაში. როგორც ატყობთ, დღეს საკმაოდ მომზადებული მოვედი. თორე წინაზე რა დამემართა, არ ვიცი, ყველაფერი ერთდროულად ამერია. მაგრამ რაც წინა სერიაში მოხდა, ჰენკმა რო მიასწიკუდილა, მარკო იყო თუ მეორე იყო, რა მნიშვნელობა აქვს ტყუპის ცალი, ეს იყო ძალიან მაგარი. ჰენკი გახდა ჩემი საყვარელი პერსონაჟი და მაგიტომ არა, რომ ცალი მოკლა. არა მარტო მაგიტომ, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად კარგი პერსონაჟია რა, კარგად დაწერილია აშკარად და კარგი მომენტები აქვს და ფაქტია, რაც ის სერიები, რომლებიც ძირითადად ჰენკზე იყო, ძალიან კარგი სერიები იყო და რა, ამ წუთას ჩემი საყვარელი პერსონაჟია ჰენკი, მიუხედავად იმისა, რომ ჯესი და ვოლტიც ძალიან მომწონს. მაგრამ ხო, თავარია აგრძელებთ, რა ვქენი, ხო, არაფერი. აბა, დავიწყეთ. მძიმე დანაშაული, კიდევ ისევ Gravity Falls-ი ვთქვი, მესამე სეზონის მერვე სერია, 3, 2, 1, go. Tatu. Სულზეცნა. რასაც ქვია არ დაინდო ჰენკმა. გახმოვანებულია აჭარანეთის მიერ. ხმისაწევა მინდოდა და უცებ ვიხდი რომ ეს ორიგინალი იყო. ამბობენ ერთული არის ჩაცმა. დაჟეგრე. მარტო რო დაელოდოთ შეგიძლიათ? კი, რა ვიცი. ბატონო, თუ მოწევას აპირებთ, კიდევ 5 მეტრით უნდა მოშორდეთ შესასვლელკარს. ხო და მიდი მიმაგორე ბოზო. ვაუ. ისე ხო, ანუ მოდომაცაა. ტყუპის ცალთან მიდიან, ხო? 40 წლამდე თეთრკანიანი მამაკაცი, რამოდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. რამოდენიმე ტყვია აქვს? ნება 70, 7-0 აპარატზე. ჰენკი, ხო. 1-4-0. ჩემი დამავიწყდა, მარჯვენა მხარე ვერ სუნთქავს. მუცელი გამაგრებული აქვს. ფერმხტარი და სველია. რამდენ ადგილას არის დაჭერილი? და ბარძახზე გამჭოლი ჭრილობებია. მარჯვენა ფილტვზე და ზურგის ქვედა მარცხენა ნაწილში ხედავს. ჰემოგლობინი რამდენი აქვს? 7.5. ვაუ, რა. ჭირდება საწვეთურისათვის. 6 ერთეული პირველი უარყოფით ჯგუფში. შემდგომ ისევ 6 ერთეული. კერდის თირკმელების და შარდის ბუშტის რენტგენი გადაუღეთ. საოპერაციოში გააფრთხილეთ, რომ მოვდივართ. ახლა ჯესი ვიცის. ადრეს მეორეც მოკვდა, რადგან არ წაიყვანეს საავადმყოფოში. ორივე ტყუპის ცალი მკვდარია? საღოლ ჰენკს მაშინ. არა, ძალიან კარგად კი დაარტყა, ანუ. მაგრამ რა ვიცი, არ ჩანდა როგორც სასიკვდილო ჭრილობა. ჭრილობა რა?
გარტყმა. ჯესი მაპატიე ძმაო დავაგვიანე. მაქსიმუმ ფეხები მოიტეხა ამ დამსგავსი. ღადაობ ძმაო, შეხედე რას გიგავს სახე. კარგად ხარ თავს როგორ გზნობ? სიმართლე გითხრა. კი. ხნელესად. ვაუ. ჰენკის ტრახის ვერეკი. აუ შედი. ნუ ახლა შეგიძლია ჰენკს თავი დაანებო, როდესაც უკვე იცი რომ სხვა მიხედა შემაგივრად. ახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. Просто ის სხვა შენს დიდი სიამოვნებით მოჰკლავდა. არ მესმის. მოგწოდნა. მეგონა ყველაფერი კარგად მიდიოდა. მეგონა ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაგვაჩნდა, ხო ხდები? ნამდვილ გუნდად ვყალიბდებოდით. არა. არა მგონია. ტემპერატურის ამბის გამო ხდება ეს? გარწმუნებას აღარ განმეორდება? არა, მაგაზე დიდი მიზეზია. გეილ, მაგაზე ბევრად სერიოზულია მიზეზი. კი. აი ეს კარტია რო აუხსნა. ანუ არა აუხსნა, მაგრამ არა მგონია რომელიმე ჩვენგანმა რაიმე სარგებელი ნახოს გრძელვადიანი. ესე იგი, ხო, მე მოვაწვე ლაბორატორია. მახსოვს თქვი რომ მოგეწონა კონფიგურაცია. მომეწონა. ძირითადი ნაწილი. მისმინე, შენ კარგი ქიმიკოსი ხარ. მართლა. არგი მომავალი გაქვს. უბრალოდ მე და შენ განსხვავებული რითმი გვაქვს. გეილ ხო? ანუ ხო გესმის ხო რასაც ვამბობ? თითქმის თითქოს მე კლასიკური მუსიკა ვარ. შენ ნუ ჯაზი. ჯაზი. ხო. და ღმერთია მოწამე ჯაზში არაფერია ცუდი. უბრალოდ მე ოი, გეილი აშკარად ჭირდება კლასიკა. აი ზუსტად. ეს შენი კლასიკა. საღოლ ძმაო. გეილი მოგკლავს ვოლტ. კლასიკა ჭირდება. ეს ბომბაა. რა შვები პარტნიორო? პარტნიორო თანდაუძე. ვალებს ვერ ვუჯერებ. ჩემი შემცვლელია. ო ღმერთო. გამარჯობა. გეილი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. გაუმარჯოს ძმაო, ფურგონი აქამდე უნდა მოგვეცოლოს. აქ ყველაფერი ბრწყინავს. მაპატია ალბათ რამეს ვერ ხვდები. არაფერზე არ მივანიშნებ, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ნაჰა. გამიჯერი მართლა უფრთულია ყველაფერი. როგორც ხვდები დამშვიდობების დროა. ღმერთო ჩემო. ასე აჯობებს. 90 კილოგრამი კვირაში. გახსოვს? ხო. აუ ძმაო. ბატონო ვაი. ესი. კარგი. ბევრი რაღაც უნდა გაჩვენო. რამოდენიმე ახალი ტექნიკაა სასწავლი. ხო, ახლა. 2 დღე დაგვრჩა ამ პარტიის დასრულებამდე, ამიტომ ჭირდება რომ მალე გასწავლო. ბაზარი არა. უბრალოდ მაინტერესებს. აქ მობილური როგორ იჯერს? ვერ იჯერს. დაფარულები ვარ. ცხელი ხაზია გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის. ესე იგი დღეს არავისთან არ გილაპარაკია? კაპიტანი შლუნგის გარდა. რა იყო? ხო, ჰენკის. შენი ქვისლი? რა მოხდა? ფოტო გადავუღო? რა ხდება? უგონო იყო როცა მოიყვანეს. ჭრილობები დაუმუშავეთ? 2 ერთეული ფიზიოლოგიური მომეცით. სუნთქვა ორმხრივად ისმის. ბარძაყის სველი ტომარასავითაა. მეორეს არ აუშავს. ფეხზე გახადეთ. სცადეთ იქნებ პულსი მივიღოთ. წნევას რითი უზომავ? ეს ის არის.
ტყუპის ცალი. ბატონო, შემიძლია დაგეხმაროთ? დიახ, მე ყველაფერი რიგზეა, ოჯახის წევრია. ო, მადლობა. ეს მარი. სწრაფად მოხდა. ძალიან წუხვარ ძვირფასო. აჰა. ძალიან წუხვარ. მთელი ოჯახი ბანდა. ვახ. ბოდიშით. აქ ვარ გასვლა მომიწია უცებ. ნახოთ ახლა რა სიზებს ვოლტი, თუ მიხვდება რომ მაინტერესებს თუ გაიგებს რომ სალამანკა იყო თავდამსხმელი, უბრალოდ სალამანკები იყვნენ თავდამსხმელები და თუ დაუკავშირებს ტუკოს ამ ამბავს, იმიტომ რომ ხო იცის რომ ენკმა მოკლა ტუკო. ნახოთ რა სიზებს 3-2-1 გავაგრძელებთ. მარი. ძალიან წუხვარ ძვირფასო. ძალიან წუხვარ. ყველა მანდას, აი, უცროსი. ძალიან. არ ვიცი რა ვთქვა. როგორ არის? არაფერს არ გვეუბნებიან, ისევ საოპერაციოშია. 4-ჯერ კი. ესროლეს. ღმერთო ჩემო. ჰოლი სადაა? ძიძა მივიყვანე. ხოჩო. როგორ ხარ? კარგად, ხო? დარწმუნებული ხარ? არც ისე. კარგად ვარ, უბრალოდ სუფთა ჰაერი მჭირდება. კარგი. მოდი კარს გაგიღებ. მე თვითონ მივხედავ. კარგად ვარ. კი. ვოლტ გაიცანი ჩვენი ხელმძღვანელი. მერკეტერი. ჰენკის ქვისლი ვოლტი, გამარჯობა, ძალიან წუხარ, მადლობა. შეგიძლიათ რამის თქმა, რამე დეტალი ხომ არ იცით? ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ორი კაცი ჩაუსაფრდა ჰენკის პირადობის მოწვევები არ ჰქონდათ, სავარაუდოდ მექსიკელები არიან. მექსიკელები. თუ ვიმსჯელებთ ერთ-ერთი ნარკოკარტელის წევრები უნდა იყვნენ. აჰა. ჰენკს რატომ დაესხნენ თავს? ჯერ არ ვიცით ზუსტად. შეიძლება ჩვენ კავშირი ვიცით, ჰქონდეს გამოძიებასთან, მაგრამ როდესაც არ ჰენკი ვიცით. აწარმოებდა ამ თლიანად დეპარტამენტის მიმართ შეტევაა. დაუკავშირებს არა, პირადად ჰენკის მიმართ. და გავსახო ჰენკი გათავისუფლება, მაგრამ არა, როგორ კარტელები გაიგებ. დრამატულად კლავენ ხოლმე. ღმერთო. მაგარის ისურელე კნუ ნაჭეხი ვაგები რო, თავი ბოლტვა ფაქტორია. რა მოუვიდათ? ჰენკი ორივეს გაუმკლავდა. ერთი ადგილზე მოკლა და მეორე ზედა სართულზე წევს. მძიმე მდგომარეობაშია. შენი ქვისლი ძალიან ძლიერია, ორივეს გაუმკლავდა იმის გათვალისწინებით, რომ იარაღი არ ჰქონდა. რაჭის ხმას. მარი, თავდასხმის საჩივარი. ამის ჰენკი თანამდებობიდან უნდა მომეხსნა და იარაღიც მერი მარიცოდა? ეს სტანდარტული პროცედურა კარგი, არა. გასაგებია, მომისმინეთ. თავიდანვე რომ მოგესმინეთ მისთვის და მიგეცეთ უფლება დაეჭირა ის დეგენერატი. არ მოხდებოდა ეს ყველაფერი. მას იარაღი ექნებოდა, რომლითაც თავს დაიცავდა. მარი. არა ძვირფასო. ეს მათი ბრალია. მას არ ჰქონდა იარაღი. ძვირფასო, ეს ლაპარაკი ვერ დაგეხმარება. შენ რანაირი მოწყვილე ხარ? შენ უნდა დაგეცვა და სად იყავი? კარგი რა მერი. არა, მესმის რა თქმა უნდა. და შენ? შენ უნდა იცავდე შენს თანამშრომლებს. იარაღების წართმევის მაგივრად. მხარში უნდა დადგომოდი. თანამშრომლები აღარ იყო უკვე, მაგრამ რობოტში მარი ძვირფასო. მერი მართალია, იმიტომ რომ კარგი. არც მოусმინეს რა არ სამბობდა. ვიზამ სანამ ეს ორი აქედან არ წაერთრება. მერი სერიოზულად ვამბობ. წადი. აქ არაფერი გესაქმება. არა. თქვენს დეპარტამენტს აქ არაფერი ესაქმება. წამოდი. მარი დავსხდე. არა, მესმის. მომენტში მაგარი შეცდომა დაუშვეს იმათმა. მაგრამ მაგათი საქმეც ეგაა, რომ ჰენკმაც დაუშვა შეცდომა ჯესის რომ თავს დაესხა. შენც ვოლ. რა?
პიკმენი, რომელსაც ჰენკი ეძებდა. მის სახელს ვერასდროს გაიგებდა, მისგან მოსაწევი რომ არ გიყიდე. კარგი, ახლა მე. ამ ყოველფრის მონაწილე ხარ. არა, მონაწილე არის, მაგრამ ამაზე გიფიქრე. სხვანაირად. გიფიქრე. უფ, დავიჯერე. გიფიქრეა იმაზე უდესმე, რაც შენ გამო გადაიტანა. კი, მარი, გიფიქრია. დათრგუნული ხარ. შენ არ იცი რა გადაიტანა მომისგან. გასაგებია, მაგრამ ვოლტს ნუ აბრალებ. მისი ბრალი არის. იცავს. იცავს, ნახეთ. აპატიეთ. საყვარელო. ნუ ხო, სერვეტი მოვიდა. ყველაფერი კარგად. ჰენკი. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ არა, კიდე ერთხელ გავიმეორებ, ეგრე არა. ჰენკს თუ მოკლავენ ამ სერიალში, მოკლავენ არ ვიცი რომ ის არა. მესამე სეზონის მეშვიდე სერიაში არა, თუ მეორე სერიაში. აუ, სისხლი. ეს კაია. ასევე მიხარია მთელ ოჯახს რომ ისევ ერთად ხედავ, ვხედავდი ისე რომ არც ისე სასიამოვნო მიზეზის გამო შეიკრიბნენ. და ურთიერთობებშიც არ აქვთ ყველაფერი კარგად. მერტო Oczy. გამარჯობა. Żajko. გამარჯობა. Sakıtız. ჯესი პიკმენია ბაიტზე. ოღ მერთო ჩემო. ჯესის ახალი ლაბორატორია აშკარად გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ. Walter White, მიფრცენით უახლოეს ტელეფონთან. Walter White, მიფრცენით უახლოეს ტელეფონთან. არ თქვა ახლა რომ ჯესი ეკავს. ეი, დავიწყებთ მუშაობას. მეთქი სკაილერმა გაიგონო. აქ რომ მირეკა. მობილურზე ვცადეთ ამერიკა და ეგრევე ავტოპასუხე ჩაგერთო. სხვა რანაირად დაკავშირებოდი, არანაირად. მთელი დღე აგელოდები. კიდე დიდხანს უნდა დაიტიროთ. უბრალოდ რომ მითხარი. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ გრაფიკი გვაქვს, ხო? ჩემი ოჯახი შენს გრაფიკზე მნიშვნელოვანია. ძმაო, ეს ჩემი გრაფიკი არაა. დიდი პასუხისმგებლობა გაქვს დაკისრებული. როცა მოვალ. აუ, იცი რა? არაფერი, მე თვითონ მოვხარშავ. არაფერს მსგავს არ გააკეთებ, რატომაც არა?
იმით დავიწყოთ, რომ საერთოდ არ იცი მაგ ტექნიკის გამოყენება. სიმართლეა. ინსტრუქცია უნდა მოყვებოდეს, ხო? კითხვა შემიძლია. ღმერთო, არა. არაფერს არ მოკიდო ხელი. ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენი ასისტენტი ვიყო. შენი ძუკნა კი არ ვარ, ბრძანებები მომცე. ვაუ. პარტნიორები ვარ, დაგავიწყდა. მინდა რომ მოითმინო და დამელოდო. რაც შეიძლება მალე მოხდეს. ძალიან დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ნამდვილად ვაფასებთ. რა შენი ცოლი მანდა? ხაქ არის. ძალიან გაუხარდება იმის გაგება რომ თქვენ ასე ზრუნავთ. გთხოვთ ყოველთვის გახსოვდეთ. იცი რა, შენ ნაძირალა ქვისლს გადაეცი, სინათლისკენ იფრინოს. იქნებ სასაუზმო წავსულიყავით. კარგი აზრია. იცი ვინ დარეკა? ახლა მზად ვიყავი უკვე რომ ეთქო და ჯესი პინკბედმაო. ნა, 4 ერთად წავიდა. იცით, ეს კვერცხი არც ისე ცუდია. ახლა კიდე მერის დაეწყება დეპრესია. მაგას კი შევჭამდი. არ ვიცი, ეს სერიალი რა შევხედე? კარგად ბობაშიებს ხოლმე რა. ამლაქებს. ეს ჩანგალი ძალიან ბინძურია. და სკაილერმა რა თქოს? მითხარი რომ ხედავ. კარგი მხედველობა გაქვს, შეხედე ამას. მარი ეგ წყლის ლაქები არ არის ჭუჭყიანი. ეს წყლის ლაქები არ არის. ჭუჭყია. როგორც ჩანს, აქ ჭურჭელს არ რიცხავენ. სხვისი პირიდან გადმოსული მიკრობებით არის დაფარული. ღმერთმა იცის კიდევ რითი. დეიდა მარი სერიოზულად. წყლის ლაქებია ნამდვილად. ჩვენთან სახლშიც ასეთია. თქვენი ჭურჭელი არაფერ შუაშია. ჩვენ საავადმყოფოში ვართ. უფრო მაღალი სტანდარტი უნდა იყოს. მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. არ მგონია რომ კაფეტერია უნდა აღვიქვათ როგორც საავადმყოფოს ნაწილი. ეგეც სიმართლეა. იმავე შენობაშია, იმავე ჭერქვეში. შენ რა გონია? ხო, მაგრამ ადამიანები არ იყენებენ ამ ჭურჭელს? ექიბები ხო არ და მიცავენ გადარჩი ამ ჭურჭელს. სიკვდილის მახეში. მარი, მე გადავრჩი. ოპერაცია ამ საავადმყოფოში გამიკეთეს. გახსოვთ? კი? გახსოვს როგორი შეშინებულები ვიყავით? არ მინდოდა შეგემჩნიათ, მაგრამ ძალიან მეშინოდა. მთელი კვირა მხოლოდ იმაზე შემეძლო ფიქრი, თუ როგორ გამჭრიდნენ და ამოიღებდნენ ჩემს ნაწილს, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად იყო. ამ სურათს თავიდან ვერ ვიგდებდი. მე მგონი ყველაზე საშიში მომენტი იყო მაშინ, როდესაც ოპერაციის დაწყებამდე იქ ვიწექი. ველოდებოდი, როდის გამიკეთებდნენ ანესთეზიას. როცა იცი, რომ შეიძლება ვეღარ გაიღვიძო. ეს საშინელებაა. ეს სახლიდან საავადმყოფომდე განვლილი გზა. სკაილერ, გახსოვს მე თვითონ რომ მინდოდა მემართა მანქანა. კი. ხო და შევიკრიბეთ. ცენტრალურით მივდივართ. და სულ მწვანეანთია. ყველა შემხედრ შუქნიშანზე მწვანე იყო ანთებული აბსოლუტურად ყველაზე. ესე ხდება ნეტავოდესმე? სადმე? წარმოუდგენელია. აი, ცოტა გაგვასწორა, იმიტომ რომ სიკვდილზე რო ლაპარაკობდა. მწვანე მთელი გზა. შემიძლია. მთელი გზა ერთი აზრი მქონდა თავში, რატომ მაინც და მაინც დღეს? რატომ? რატომ არ შემიძლია? გავატაროთ დამატებით რამოდენიმე წუთი ჩემ ოჯახთან ერთად. ასე ძალიან არასდროს მდომებია სასოფში მოხვედრა. თავარია ოჯახთან ერთად ვიყავი. ნუ ეს მაინც მქონდა. მოკლედ, ნუ ვოლტ სიმართლეს ამბობს, მაგრამ მაგრამ ფაქტობრივად იმას ამბობს, რომ და მე კი შენი ქმრის ნახევარიც არ ვარ. ნუ კაი. ახლა უკვე სულ სიმართლე თქვა.
ნუ სიბარცე რა, სწორი რაღაც თქვა. ჰენკი გადაურჩა მოვუჭრდი. ოპა, ლოსპოლოს. გაგებინებენ რომ მიესიკვდილეს შემის სალაბანკა. დიახ. რა ჯანდაბა ხდება? შენთვის იგივე კითხვა მინდოდა დამესვა. ჩემი ბიჭების შესახებ გაიგე? გავიგე რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის აგენტს დაესხნენ თავს. ეს რატომ უნდა იქნება? ესპანურს აღარ გადრულობ? მე ეს არ შემიკვეთავს. ჩემი ბიჭები კი ამას თავისით არასდროს იზავდნენ. ვიღაცამ მისცა ნებართვა. ბრალს მდე. შენი ბრალი. მე უბრალოდ ვამბობ რომ თავისი ინიციატივით არ იმოქმედებდნენ. საკუთარი ჯიბიდან არ ვიპარავ. როგორც ხვდები, შემდეგი პარტია დაიგვიანებს. ხომ არ იცი როდის მივიღებთ? გასმა, სერიოზულად გასმა და საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს. გარკვეული დროით ჩავწვევით. ჩავწვევით სანამ სიმართლეს არ გავიგებთ. ჩემი ერთ-ერთი ბიჭისაგან რომელიც გადარჩა. შენი ბიჭი დაპატიმრებულია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა ის უდანაშაულოა სანამ საწინააღმდეგოს არ დაუმტკიცებენ. ხო სწორია? საუკეთესო ადვოკატს დაუგია. სოლს საქმის კურსში მამყოფე. რა გველი ხარ გას? ხერხებლის ნებისმიერი დაზიანება შეიძლება ყოველთვის იყოს ნერვიულობის მიზეზი, მაგრამ როგორც ვთქვი, დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. საოპერაციოდან ხომ მაინც გამოიყვანეს, ხო? რაც იმას ნიშნავს? საოპერაციოდან გამოიყვანეს და პალატაში გადახავთ. კარგით, და რომელ პალატაში? სამწუხაროდ ჯერ ვერ ნახავთ მას, მოცდა მოგვიწევს სანამ სტაბილური მდგომარეობა არ გვექნება. რამდენი დრო დასჭირდება? ზუსტად ვერ გეტყვით, საათობით მოცდა შეიძლება მოგიწვიოთ, მაგრამ იმ წამს ვერ შეგატყობინებთ. როდესაც უკვე შესაძლებელი იქნება ნახვა. საათობით ვიცდიან. იქნებ რამდენიმე საათით სახლში წამოსულიყავი და ისვენებდი. აქედან არსად არ წავა. რა თქმა უნდა. არც მე. ხოდა არც არავინ წავა. მაგრამ ვინმეს ძალიან ხომ არ უნდა კბილების გახეხვა, თუ მარტო მე ვარ ასეთ მდგომარეობაში. სახლში გავივლი რაღაცებს წამოვიღებ, მარი. შენთანაც შევივლი. გინდა? კარგი იქნებოდა. ლაბორატორიაში შეივლის, მეტამფეტამინს მოხარშავს, ეჩხუბება ჯესის, წადოვა. და გვერდებს ერთი 8 საათი ნახევარით. უკაცრავად. ვოლტ. გავიგეთ საოპერაციოდან გამოსულა. ხო, ნუ ამის გარდა არაფერი ვიცით. მადლობა ღმერთს, ესეც საკმაოდ კარგი ამბავია, ხო? ბიჭებო, გაიცანით ჰენკის ქვისლი ვოლტი. სასიამოვნო გამარჯობა. ის მანდარის. ჰენკის ისტორიებს ვხვებით. სააგენტო. მთელი დღე მოგიწევთ საუბარი, ღმერთმა იცის მილიონი ისტორია იქნება. კი. ჰენკი საინტერესო ამასობაში. პიროვნება. ის ნაბიჯვარი, რომელიც ჰენკს ესროდა და გადარჩა ზემოთაა. გამაყუჩებელს უკეთებენ, წევს კომფორტულად. აი რაში მიდის ჩვენი გადასახადები. უნდა ნახო რა უქნა ჰენკმა მაგ ნაბიჯვარს. გინდა ნახო? კი. წამოდი გაჩვენებ. ოპა, ეს გვინდა. ვოლტმა რომ ნახოს ტიპის სახე. კომფორტულად ხარ შენ ნაბიჯვარო შენ. გაიგვიცა. თუ იღვიცა ესეც. ოპა. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ვოლტს უყურებს. ფეხები ვაფშე აღარა. ნუ დაახლოებით ეგეთი რაღაც წარმოგვიდგინა. ბერტო ჩემი, რას დგახარ? შევიდა.
დეკაი მეთქი ვიფიქრე რომ ვაფშე უნდათ რომ წამებით გოკლეს ვოლტი იცნო Oh shit. Jesse. That's him to judge this mere. Like the Billy. Oof. Silver. არცი შეიძლება სიმღერის დამიტკივრებას იცოს. ხშირად გიწერს ამ ბოლო დროს, რაც ძვირადად შეუჩი სიმღერების მის ჩაწერა, ეს გათიშრების დამიტკივრება. პირში არ ჩაიგდო რაღაც. აუჩი. ეს ჩაიგდო. Ay, sounds good. Sedbeti dugogi var. ეს სიარგას და როგორც იქნა, ზუსტად დროზე მოხვედი. Ja. რატომ არ ხარშავთ არაფერს? იმიტომ რომ ვოლტი არ არის ალბათ Walter White, მიბრძანდით უახლოეს ტელეფონთან. ოპერატორი გისმენთ. Walter White გისმენთ. გაკავშირებთ. პრობლემები გვაქვს ძალიან დიდი. თელეფონის მადლობა კიდევ ერთი აგენტობა ზარისთვის. ჩარტე რა ეგ მობილური რა. ხომ იცით? აუცილებლად გავითვალისწინებ. მოდით ესე ვქნათ. ხომ არ ჯობს პირდაპირ მობილურზე გადმოგირეკოთ. კარგი? აჰა. ხო გითხარით, დამელოდეთქო, არ ვიცი კიდე რანაირად გითხრა. გავიგე სირო, გელოდებოდი. მერე ის ტრანი ტიპი მოვიდა. ტიპი. გასმა შემოიარა? არა, ეგ არ იყო. როგორც ჩანს, მასთან შეხვედრას ჯერ ვერ ვიმსახურებ. მეორე იყო, რომელთანაც შემიძლია ლაპარაკი. კითხვების დასმა დაიწყო, რატომ არ ხარშავთ და ასეთები. გეგმა გვაქვს. ხვალ არის ბოლო დღე, ამაზე საერთოდ არ ღელავ, ხო? გაითვალისწინე ამ ტიპს მკვლელის თვალები ჰქონდა. საშინელი. ერთ კითხვაზე მიპასუხე. გახსოვს თუკო უდაბნოში რომ წაგვიყვანა? ოპა. თავზე ავტომატი რო დამდო? ხო, მახსენდება რაღაც ეგეთი, რა იყო? ნუ რატო? შენ ხვა ჩარტი არა, თავში. ის ამბობდა რომ ვიღაც მოდიოდა მექსიკიდან ჩვენ წასაყვანად, ამიტომ გახსოვს? სტრატეგიით ცუდის კომენტი ვიზე ამბობდა. წაგვიყვანა. ამ სირობას რა კავშირი? ცუდი კომენტი იყო, მაგრამ მაინც მისმინე არ ვიცი, ისი ბიძაშვილები. ხო, ჯესი? მისი ბიძაშვილები იყვნენ. ხო, ბიძაშვილები. მე რა, რატომ მეკითხები? მეგონი ბიძაშვილები მიპოვეთ. და გავუთიშა, კაი რა ბო. არის რამე სიახლე? არაფერი. ანუ მოსახლეში არ წასულა, კაი? ბოდიში. კარგი. არ ვიცოდი რომელი კბილის ჯაგრისივისი იყო, ამიტომ აფთიაქში შევიარე. მადლობა ღმერთს სამოგზაუროდ განკუთვნილი შეკრები აქვთ. მადლობა. ხო. წავასახეს დავიბენ, თორემ გავგიშდა შეიძლება. წამახვალ? წამახვალ? კი.
ვოლტები შოკოლადი არ მარტო გინდა? ამის მოტანა მთხოვე, ხო? ხო. ხო, ცოტა გადავიკითხე. საინტერესო ჩანს ძალიან. ო, ძია ჰენკმა მომცა წასაკითხად. ხო, რაზეა? პაბლო ესკობარზე. ის ცნობილი ნარკობარონი იყო 80-იანებიდან. ნარკობარონი. ხო, მახსოვს. ახალ ამბებში აჩვენებდნენ ხოლმე. ეს წიგნი უფრო იმათზეა, ვინც მასზე გამოძიებას ატარებდა, რომ დაეპატიმრებინა. ნუ რა თქმა უნდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციას მონაწილეობდა, იცი? ძია ჰენკმა მითხრა, რომ ღირს მათი საქმიანობის შესახებ წაკითხვა. ყველამ იცის, ვინაა პაბლო ესკობარი, მაგრამ არავინ იცის ამ ბიჭების შესახებ, რომლებმაც იგი დაიჭირეს. მეც არ მიფიქრია მაგაზე. მან თქვა, რომ კარგ ადამიანებზე გაცილებით ცოტას წერენ, ცუდებთან შედარებით. მოვედი, რაჯენდება შრის კომპიუტერს. აზრზე არ ვარ, მაგრამ იმედია აღარ დაემართება იგივე 3-2-1 გავაგრძელეთ. მონაწილეობდა, იცი? ასევე ამ კურსის მენებში საშინელად ცუდად მიჩანს თმები. ყველამ იცის, ვინაა პაბლო ესკობარი, მაგრამ არავინ იცის ამ ბიჭების შესახებ, რომლებმაც იგი დაიჭირეს. კი. მეც არ მიფიქრია მაგაზე. მან თქვა, რომ კარგ ადამიანებზე გაცილებით ცოტას წერენ, ცუდებთან შედარებით. ფაქტობრივად ეგრეა, რადგან სერიალის მთავარი გმირები ხო იცით ვინც არიან? ბოლტი და ჯესი. ხო და მეც მომცა რომ წამეკითხა. ასე ჯობია. ჰენკი რო იყო სამ სერიალის მთავარი გმირი, დარწმუნებული ვარ, ასეთი პოპულარული არ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰენკი ჩემი აზრით ახლა საუკეთესო უნდა პერსონაჟია. უპასუხო. დაუბრუნდები ახლავე. ჯესი თუ გასი უკვე თვითონ? არა გარწმუნებთ. თავ დაუზოგავად მუშაობთ აბსოლუტურად. ესე იგი ხვალ უნდა ველოდო პარტიას, როგორც შევთანხმდით. მე ჭრება. ნუ სამწუხაროდ ვერ მოვახერხებთ ამ კვირის გეგმის შესრულებას. ჩვენი ბრალი არ არის. უნდა ვიცოდე რამე? სრულიად გულახდილად რომ გითხრათ, გეილმა მაგრად აგვირია. ძალიან არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მან უბრალოდ უკან დაგწია, იმის მერე ავცდილობთ დავეციოთ გრაფიკს. გასვლა მომიწია რაღაც საქმეზე, რომ საქმიანობის გაგრძელება შეეძლებოდა მოწყობილობების ნაწილი. არ იყო სწორად აი გეილს რო აბრალებ დავივიწყოთ ეს უაზრო ტექნიკური ძალიან არ მოსაწყვეტი საკითხები. მთავარი ისაა, რომ გარანტიას გაძლევთ, ყველაფერს პრობლემა გავაკეთებთ შეექმნება მაქსიმალურად რაც ამას შეგვიძლია. გამო. ყურადღებას არ მოვაკეთებ. შაბათ კვირასაც მოვხარშავთ თუ საჭირო გახდება. შემდეგი კვირის ბოლოს 180 კილოგრამს ო, ჩაიბარებთ. ეგ სამართლიანია. მაგრამ გასწარბოს წონს. სიტყვას იძლევით? ვიძლევი. სიტყვას გაძლევთ. კარგია. მადლობა ინფორმაციისათვის. არაფერს. ბოდიშით. მაინც არაფერს ამბობენ. რაც არის და. ეს შეორჩიე შუქების ანთების გადასვლა მოგეწონა. არის რამე სიახლე? არა, უბრალოდ დავდივარ. როგორ არიან დანარჩენები? როგორ არიან ხოლმე ამ დროს? ელოდებიან. აჰა. ყველაზე რთულია, როდესაც არაფერი არ იცი. ამ ბიჭებზე რა ისმის, ვინ არიან? რატომ გააკეთეს ეს? ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი. სტივ. რას ფიქრობ, შეიძლება კიდევ ვინმეს უნდოდეს მისი მოკლა?
ძმაო, ჰენკამდე ვერავინ მივა. ერთი შანსი ჰქონდათ და ისიც ჩაუფლავდათ, ასე რომ მაგ პონჩი ხო შანსი არა. მინდოდა თქო რომ მივიდე უკვე თქო მაგრამ რავი ღმერთო. სიამოვნებით შევიდოდი და შუბლს გავუხრიტავდი იმ ნაბიჯვარს. მეც. დიახ. მართლა? კარგი, ჩამოვალთ ახლა. საჭმელი მოიტანეს. მისმინე, პოიოს ელმანოსი მოგწონს? ხანდახან მივირთმე ხოლმე. მისი მფლობელი მაგრად ეხმარება ხოლმე ჩვენს დეპარტამენტს, როცა გაიგო რაც მოხდა, გადაწყვიტა შენობაში ყველა პოლიციელი დაიყურეს. ეს გასზე ძალიან მაგარია. როცა ხო, თან თვითონ მოიტანს ყველაფერს. პოლოს სიგურის ხმა თავად შევიკაი გასმა თუ ყველაფერი იცის კარგია, ხო? უგემრიელესი. ძალიან გულუხვი ბრძანდებით. დიდი მადლობა, დიახ, მადლობა. ბიჭებო, გაიგე? ბანონი ფრინგი მზადაა $1000 მისცეს მას, ვინც რაიმე ინფორმაციას მოგვაწვდის გამოძიებასთან დაკავშირებით. შესანიშნავია. მადლობა, ბატონო ფრინგი. არაფერს. თქვენი ქმრის მსგავსი ადამიანები იცავენ იმ საზღვარს, რომელიც იმ ცხოველებისაგან გამოყოფს. აჰა დონებდი უფრო შეგვიშვი ცხოველები ამისი ქმრის მოსაკლავად ძალიან ვაფასებთ თქვენს თანადგომას. დაწესებულმა ჯილდომ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება, რომ იცოდეთ მე და აგენტი შრეიდერი ერთმანეთს შევხვედრილ ვართ. მართლა? რამოდენიმე თვის წინ ბატონი ფრინგი ჩვენი მარათონის ერთ-ერთი სპონსორი იყო. რამდენიმე წუთით ვესაუბრე თქვენს მეუღლეს. სიმართლე გითხრათ ბატონი უაითის სახელიც ახსენა. აჰა და იცის რომ იცნობენ დიახ, ერთმანეთს მას ხუსლები რომ თქვენს არიან შესაძლებლად ხილა ჰქონდა. ხან მოკლედ ვისაუბრეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვიმედოვნებ უკეთესობისაკენ მიდიხართ. დიახ, არის გაუმჯობესებები, მადლობა. სასიამოვნოა ამის გაგება. იმ მომენტში ჩემთვის ნათელი იყო თუ რამდენად გულმოდგინე ზრუნავდა თქვენზე. მოკლედ საკმარისი დრო წაგართვით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. მადლობა. დიახ, მადლობა. ნება მომეცით გაგაცილოთ. არა იყოს, არ არის აუცილებელი. მადლობის თქმა დამავიწყდა იცით. გავაცილებ ბარემ. აჰა მადლობის თქმა ბატონო ფრინგ, ბატონო უაით. მინდოდა კიდევ ერთხელ მეთქვა მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი დახმარება. შეიძლება დაგელაპარაკოთ ერთი წუთით. აბა თქვენ იცოდით. იცოდით ჩემი ქვისლი სადაც მუშაობდა. მე ყველას ვიკლებ, ვისთანაც საქმის დაჭერას ვაპირებ. როგორც ნებისმიერი მოდი ფრთხილი. სიმართლე ვთქვათ ახლა ის ჩვენთვის საფრთხეს ეს შემთხვევით გაიგე. არც ჩვენი ბიზნესისთვის. ანუ ჰენგთან იყო უბრალოდ მისული და დაინახა ვოლტის ფოტო. რაიმე მესიჯია? ქველმოქმედებით ვარ დაკავებული. ყველას თვალწინ ყოფნით ვიმალები. როგორც თქვენ. დავამთავრეთ საუბარი. არა მისვინეთ მე ეს თავდასხმა ჩემს ქვიცლზე ვერ ხვდები რას ნიშნავს. გთხოვთ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია. კი. რისი თქმაც შეგიძლიათ. აუჩი. ვოლტმა რომ გაიგოს რომ გასმა უთხრა. ჩემს ოჯახზე ველა. ჰენკის სახელი დარწმუნებული ვარ რომ კარგად იქნებიან. გავიგე რომ ერთ-ერთი მკვლელი ძლიერად დაშავდა. არა მგონია გადარჩეს. ახლა მადლობა გადამიხადეთ და ხელი ჩამომართვით. მადლობა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. სასიამოვნო იყო. ნუ ხდება რომ რაღაც არა კარგად.
რა ხდება? რა მოხდა? ვიწყებთ გულის რითმის აღდგენას. 1 2 3 4 ო 1 2 3 დეფი გამოვიყენოთ. გავაგრძელოთ ხელის მასაჟი. 1 კვდება 2 3 4 1 ლიტრი ფიზიოლოგიური ხსნარი მჭირდება. პულსი არ გვაქვს. 1 2 3 ანუ ისევ არაფერი. იკმა ფაქტობრივად მოკლა დრო 8:43. გარდაიცვალა. ო 43 წუთზე. ჩემი кай ჯოჯოხეთში დაიწვის შემთხვევაში. სტილის სახე რა? ჟერჯენდა მაიქს რა უნდა აქ? არ გითხრათ რომ მაიკმა მოკლა არ გითხრათ რომ გასმა მოაკლოვინა მაიქს ალბათ არ გაიგეთ. გითხრათ თქვენი კაცი გარდაიცვალა საუბედუროდ. ხო, საუბედუროდ. ახლა კი ფედერალები არიან ჩემი სახლის გარშემო. იცი რას ვფიქრობ, გუსტავო? ჩემი აზრით ყველაფერი შემოწყობილია. ეს რატომ უნდა გამეკეთებინა? იანია რა სარგებელს მივიღებდი ამით? ეს ის ნაწილია, რომლის ამოხსნასაც ვცდილობ. მარტო მუშაობა გადავწყვიტე? გონია გამოგივა. ხუან, მე მგონი ძლიერ სტრესის ქვეშ უან ვარ. კაი იქნებ ჯობს მე დამირეკო, როცა ყველაფერში გაერკვევი. კარგად ვარ გარკვეული. ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტიდან ერთ აგენტს ესვრიან და ვაშინგტონი ყეფას იწყებს. ფედერალებს კი უცბად შოუს დადგმა მოუნდათ. ახლა კი მათი აგენტები ჩემ ეზოში ვარდების უკან იმალებიან, მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება. გამოსვლელი პოლიტიკა. შეიძლება რომ გას სპეციალურად ეთქვა რომ მისმენ გუსტავო. ნარკოტიკების საწინააღმდეგო აქ ვარ. დიეს აგენტის ესროლად გადამიტანია. ჩემი ძმა ტყუპებს, პოლიციის რომ? რუსია. თვითონ ეს ტყუპები მოიკლათ ისინი მომიგვარებენ. და როდესაც თუ მტკიცებულება მაიკმა მართლა მოწამლა ტყუპის ცალი შეიძლება გესტუმროთ. რა ხდება ¿Qué es eso? ¡Vayan a ver! ვა ¿Qué está pasando? შავ ძმამ გარიხარ ვაუ გას შევიდა ნუ ხო როგორც სოლბაკდა შეგველო აუჩე სო გას არ ვედობი არც ერთი პროცედით უეჭველი მაგისი მოწყობილია არ ვიცი ჰენკის მოცილება რამდენად უნდოდა მაგრამ ტყუპების მოცილება უნდოდა უეჭველი და მაიქს მოკლევიდა ეს მეორე ეგ ფაქტია როგორ მოკლა ოღონდ მარი, ახალ ჭრილობებს ეკიბები შეაყოლდნენ რამე კარგი შემატყობინეთ. მდგომარეობა სტაბილურია, შესაძლებელია ცოტა ხანში ვიზიტი. მაგრამ არა აპატიებთან რატომ მხოლოდ ოჯახის წევრს შეუძლია შესვლა. ჩვენ ყველანი. ყველანი ოჯახის წევრები ვართ. მესმის, მაგრამ ჩვენი წესები გვაქვს, რომლებიც უნდა დაიცვათ. ჩვენ ყველა ოჯახის წევრები ვართ. რა ჩნდება არ დაიჯერა თავიდან რომ პირდაპირ მიშოვით ოჯახის წევრები იყვნენ ანუ იბასტობდი რომ ჰენკის მოცილება რომლებია პრინციპში ჰენკსაც მოუკლევინებდა მაიქს თუ მაიკმა მოკლა ხა დიდ ფაქტიც არ არის ჯერ დასკვნები რომ გვამოაქვს მაგრამ რატომ იქნებოდა იქ ჰენკი კარგად იქნება გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ. ო მოდი შემდეგ სერიასაც ვუყუროთ დაიცა ნუ ზოგადად ეს სერია მართლა მაგარი იყო ჰენგი გადარჩა რაც გასაკვირი არა მაგრამ რა დაემართა ტყუპის ცალს აჩი
ერთი კარგი მოკლეს, მაგრამ აი ეს მეორეს მოკლა. საჭირო იყო გასჭირდებოდა უეჭველი, იმ ტიპმა მართალი თქვა, შენი მოწყობილიაო და როგორ გაუხარდა ეს როეს ხონახეთ. თქვენ ისე გეუბნებით, გეგონება არ ხონით. სავარაუდოდ დარწმუნებული ვარ, ისე უყურებთ ჩემ ვიდეოებს, რომ უკვე ნანახი გაქვთ. ძიმე დანაშაული. მაგრამ რავი, ბაიკი ყველა დარიქნებოდა. მოკლა ერთი კითხვა არის, როგორ, რაღაცა არ ვიცი. გავარკვევთ მოკლედ რა. შეიძლება ვოც როგორც უნდა ტუკოს მოწამლა, ეგრე მოწამლა, რაღაც ჩასუნთქინა რაღაც. და გარკვეული პერიოდის შემდეგ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ხო, სერია მართლმაგარი იყო. მე პირადად ძალიან მომეწონა ეს ოჯახის მომენტები. კაიხანი არ ყოფილვართ ეგრე ყველა ერთად. ჰენკის გარეშე, მაგრამ ჰენკი ახლა ფაქტობრივად იქვე იყო. ახლა იქნებიან სამაგიეროდ ერთად შემდეგ სერიაში. და სერიის სათაური არის Kafkask ალბათ, იმიტომ რომ QUE ერთად როგორც Q ეგრე იკითხება ხოლმე. კაი. ნახოთ რა სიზმრს. საწყალი ჰექტორი ისე სამი ძმისშვილი მოუკლეს უკვე. სამწუხარო, მაგრამ კაი. ჰექტორს არ ვიცი, ნახავთ კიდე. თითქოს და სალაბანკების თემა კიდე უნდა განვარცოთ, რავი. ასე უბრალოდ ვერ დასრულდება. გას თავიდან ხონდა გარიგება დადებული ჰექტორთან. მაგრამ ახლა ვნახოთ რა მოხდება. ჯერ კიდევ ახლა რა ვიცი, ჰექტორს ეხლა ჰექტორს რა დაემართა, როგორ დაინვალიდა ხო არ ვიცით და ესეც გასის მოწყობილი თუ არის, მაგრად გავაფრენ. Короче, აღარ გავწელავ დროს. არც ისე ვწელავდი უბრალოდ რაც საჭირო იყო იმას ვამბობდი. დავიწყოთ ძიმე დანაშაული, ეს სეზონის მეცხრე სერია 3-2-1 go. სოფელში სადაც დავიბადე, ცხოვრება ნელი სიჩქარით მიდიოდა. მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობებით. იქ ჩემი ორი კერძების გემრიელ მომზადებაში. ისინი ცხარე ქათამს უახლესი მწვანილებით და სანელებლებით აზავებდნენ. ხალხი მათ ლოს პოიოს ჰერმანოს, ანუ ძმებ ქალებს ეძახდა. დღეს მათ ტრადიციას მიუყვებით ზუსტად ისე, როგორც ჩემს ბიძაშვილებს მოეწონებოდა. ანუ ლოს პოლოსი არის პოიოს სიყვარულით და მზრუნველობითაა მოტანილი. შემდეგი ნელა მზადდება სრულყოფილებისათვის. ნუ ხო, იმიტომ რომ დიდი ასოთანი მაგაზე არ გეტყვი. საუკეთესოა ლოს პოიოს ჰერმანოსი. ლოს პოიოს, კაი. მაგრამ მე ნუ დამიჯერებ. უბრალოდ გასინჯეთ და ნახავთ. ვაუ. გახმოვანებულია აჭარა net მეტამფეტამინი. და ამას იმობს, როგორ შეასრულეს ტალენტია და Jaka je música? Wow, galosko. Frajne.
Shit. Maç საინტერესო არაფერი ხდება და ვუყურებთ ან საერთოდ ეს გასცია? გასცია. ვაუ. ძველი სტილის ინტრო დაგვიბრუნდა გონი. ცოტა გავდა. და მეთანხმებით ძველი სტილისას. ორას 1.6 ღმერთო კილო? სერიოზულად ჯობს დაგვრჩეს ვიდრე არ რა გვეყავს კილო? ფუნტ ნახევრით მეტია მეგონა სიზუსტე გიყვარდა დაიკიდე 201 კილო. ბოდიში რამდენი სტილი. წელი გავაგზავნით ხელმოქმედებას ვეწევით თუ რა ხდება კარგი ძმაო ამოვიღოთ დაანები თავი ერთი პარტია ერთი გაგზავნა ნუ ართულებ ყველაფერს რატომ აძლევ ამათ ზედმეტ-მეტს თან შეგნებულად როცა ეს ბოზები ისედაც საკმარისად გვიშრობენ სიცხეს უაღრესად ბევრს გიხდიან რატომ არ აფასებ ამას ციფრები დავითვალე ესე იგი ციფრები დაითვალე ხო და არ მჭირდება ვიყო მათემატიკოსი იმის მისახვედრად რომ შენი გარიგება სირობაა ვიცი რომ თითოს 1.5 მილიონს გვიხდიან თითო რამდენ შეულობენ ნუ ვთქვათ მაღალი ფასია მაღალი რისთვის ჩვენი პროდუქტისთვის მეც მაგდენს ვშოულობდი მისმინე ვთქვათ 1 ფუნტისთვის 40,000 იღებ კიდის 200 ფუნტს ყოველ კვირას 3 თვის განმავლობაში და რა ხდება 3 თვის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს 200 ფუნტი კვირაში 3 თვის განმავლობაში ეს 200,400 ფუნტია 2,400 გავამრავლოთ 40-ზე არის და ღმერთს ვიცავარ 10 ჯერ გადავამოწმე და რატომ არ გჯერა შენ ჩემი 97 მილიონი დოლარი 97 მილიონი დოლარი გასაგებია 97 მილიონი დოლარი 97 მაგრად ტეხავს სამართლიანობის მხრივ არც კი ვიცი ჯესი ახლა მილიონერი ხარ და კიდე წუწუნებ საერთოდ რა ქვეყანაში ცხოვრობ ქვეყანაში სადაც ტრაქში არავინ თრის ტიპებს იმ ტიპებს ვის მთელ საქმეს აკეთებს ამ ბოლო დროს რა გჭირს რა დაგემართა დამელოდე ну вообще ხო კიბერში რა შეიძლება ეს როგორ გაცვალეს როლები ადრე ვოლც ქონდა პრეტენზია ამ ფულებზე რა არის ფულზე ფასის გაზდას და სკავს ამ რაღაცებს ხალხს რომ ეძახიან ახლა სულ არა ჯესის აქვს პრეტენზია გინდა გავალდობთ ხო სხვა მოიტანო არა უბრალოდ გამახსენე რომ მე თავისი მოუტანო მის ფეხებს საკმარისად არ ამოძრავებენ გამარჯობა მარია შეიძლება რომ მოვინახულო კი კაი კარგი ფერი აქვს გომი შენ ხარ ხო მე ვარ ეს შენ ხარ გომი ხო ჰენკ აქ ვარ ახლოს მოდი რა არის ჰენკ შეტრაკ ვოპ ძმაო მაგრამ გაგიჩალიჩა ხო მიხარია რომ ისევ ისეთი გარყვნილი იუმორის გრძნობა გაქვს კარგი მეც ვიგონა რომ ამ სერიოზულს ეთქოდა ეი ამას შეხედე რაღაც მაქვს რაც უკეთესად გაგხდის 6-7 კვირა ვაკვირდებოდი ლურჯ მეტს მაგრამ ვერაფერი ვიპოვე 6-7 ახლა უცბად ბუმ და ისევ ყველგან გამოჩნდა დააკვირდი ახალ ტერიტორიებს ტეხასი ნევადა ზემოთ ფარმინგტონი
ჩვენს ქალაქშიც გამოჩნდა აქა-იქ პატარა დოზები, ქუჩის ტონის რაოდენობები. ეს იგიჟეა. კი, მაგრამ როგორ გამხდის ეს უკეთესად? შენ მართალი იყავი. შენ იყავი ერთადერთი, ვინც იწინასწარმეტყველა ეს. დიდი მადლობა. ეს რაღაც საერთოდ არ მუშაობს. ჰენკ ალბათ ისევ ჩაკეტილია. უკვე 1 საათი გავიდა რა? ტკივა. წამალი მინდა. წავალ ვინმეს მოვიყვან. მორჩა სამუშაოზე ლაპარაკი. ბოდიში. მე არ ვიცოდი რა მოხდებოდა. როგორ არა იცოდი? არაფერი არ ვიცოდი. როგორც ყოველთვის დავიგვიანე. ერთადერთი მიზეზი რატომაც ცოცხალი ვარ, გამაფრთხილებელი ზარია. ხო, ბაქს ვერც სამ დამირეკა. წინაზე წენა არ თქვი. გასი იყო რა ეგ? გამაფრთხილებელი ზარი, რას თუ მაიკი იყო? ერთი წუთი მაგას შორის ერთ-ერთი. დამესხმებოდნენ ვიღაცამ დამირეკა და მითხრა რაც მოხდებოდა. ხო, ხმა რაღაცნაირად შეცვლილი იყო, შეიძლება ნებისმიერი ყოფილიყო. მარიამ ჩემი ტელეფონი სადღაც აქ დადო. ახლა მარიას უძახია. გაიქო? ზარები შეამოწმო. ვერაფერს ისეც ვერ იპოვი. არ მესმის კარტელის შეტევა? ვინ დაგირეკავდა რომ გაეფრთხილებინა? არ ვიცი. ხმერთო. კარგი რა. დამშვიდი. გამაფრთხილებელი ზარი. ვოლტი გადაამოწმებს მაგას. სკაილერ. მე არაფერ შუაში ვარ. ჩვენ ვართ უსაფრთხოდ. არა, კი. დარწმუნებით ვერ ვიტყოდი. მომენტში ჰენკი იმიტომ, ანუ ჰენკს იმიტომ დაესხნა თავს, რომ ტუკო მოკლა, მაგრამ და შენ? გასვა იცის. არა, უდაოდ. მეჭრება. გასს არ ვენდობი. ახლა იცის ყველა, ანუ სკაილერიდან ახი ყავს მერი, ფლინი, ჰენკი, მთელი ოჯახის ეპირად იცის და რომ მომდეს ნებისმიერს მოკლავს. ჯესი. ჯესი. რას გვეტყვი? სახე უკეთ გაქვს. რა ხდება შენს თავს? არის რამე რაზეც გინდა რომ გველაპარაკო? მაგალითად ჩემს საინტერესო ცხოვრებაზე? ყოველ დღე ერთი და იგივეა. ამ ბოლო დროს ბევრს მუშაობ. კი. კარგი სამსახური ვიშოვე. საერთო სამრეცხაოში. სამრეცხაო? სამრეცხაოში ხო, კი. სირთულეებითაა სავსე. ჩემი უფროსი ახვარია. კი. მობილი სუპერ ახვარი. არ მინახავს, მაგრამ ყველას ეშინია მაგ ტიპის. ადგილი სავსეა დაძრომბებული ლაჭდებით. სამუშაო საათები ბევრია და არავინ იცის რა ხდება. კაფკასკავს. კაფკასკ, კარგი, კაფკასკ. ხო. სწორედ კავკასკს. ძალიან გავს. ეს საჩუქარია სანტა-ფეში, შტატების რწმუნებულისგან. ძალიან მაგარია. შეხედე რა ლამაზი ტიტებია. რა მაგარი სურნელია. ой, ეს ხომ ქრიზანტემაა? ხო, ქრიზანტემას გავს. შეხედე ჰენკ რა ლამაზია? არა? ლამაზია. ამ კალათს შეხედე რამდენი ტკბილეული დევს შიგნით. შოკოლადიანი ფუნთუშები, ხვილე ჩხირები და ლამაზად შეფუთული. ნუ მობაში ვერ თხოლმე რა.
ნერვოზიედებ. ყველის ჭირებზე ნერვოზიელი ბრძოლა მე მოხდა. ვარ. გამოჯანმრთელებას და ყველაფერს კარგს გისურვებ ტედ ბენეკი და ბენეკის საწარმოოს მთელი მომუშავე პერსონალი. ტედ ბენეკი. უკვე რამდენი დღეა გასვენებს და ახლა კიდევ ეს. მეც დამაწყებინე მან სამუშაო. არ გინდა. ვიცი ხო, მაგარი კაცია. დიდებული უფროსი ყავს. კლაინმენებისაგან გამოგზავნილს ვერაფერს ხედავ. აბა როგორ გზნობ თავს? კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ? ძალიან კარგად. გამარჯობა ჰენკ. უბრალოდ სწრაფ პერიფერიულ შემოწმებას გავივლით, კარგი? გადამწყვეტი მომენტი. კარგი, მოდი აქ შევხედოთ. ახლა გვაჩვენებენ თუ კარგი, რამეს თუ გზნობ მითხარი. ახლა? ესია. აქ? მან კიდევ დამადეთ. აქ? ხო, ჩხლეტას გრძნობ. კარგი, მითხარით 1-დან 10 ციფრამდე, სადაც 1 არანაირი და 10 ნორმალური შეგრძნებაა. 4. კარგი, 4. და აქ რას მეტყვით? ხო, მანდ 6. ძალიან კარგი და აი აქ? უკეთესია კი. ხო, მანდ უფრო ნაკლები, 3. ой. ეს მეორე ჭირდება. ძალიან კარგი. დიდი მადლობა ჰენკ. ხო, ეს კარგი სიახლე არა? ეს ადგილია. ერთი ხო უკნიდან წმოვართ ეს ბარძახში. ხმერთო. როგორც ჩანს ზოგიერთი ნერვული ფუნქცია უბრუნდება. მეც მადლობა. ძალიან და კარგი. როდის შეიძლება ისევ გაიაროს? არ ვიცით. ой. მარი ნიშნულოვანია რომ ჩვენი მოლოდინი ვაკონტროლოთ. ეს პროცედურა თვეები გასტანს და შანსები მაინც არც ისეთი დიდია. მაგრამ თქვენ დანამდვილებით არ იცით. არა. როდის იწყებთ ფიზიოთერაპიას? თქვენ სადაზღვევ კომპანიას დოკუმენტები გაუგზავნეთ. ეს მაღალი პრიორიტეტების მქონე საკითხია, ამიტომ წინასწარ ნებართვას რამდენიმე დღეში მივიღებთ. მაქსიმუმ მომავალ კვირაში. მომავალ კვირაში? არა, ეგ არ გვაწყობს. მე გამოვიკლი ეს საკითხი და რაც უფრო მალე დაიწყებს ფიზიოთერაპიას, მით უფრო მეტი იქნება მისი შანსები. მას ყოველდღიური სესიები სჭირდება, არა? ესე იგი, სინამდვილეში თქვენი მკურნალობის პროგრამა კვირაში მხოლოდ 4 სესიას მოიცავს. სინამდვილეში მანიქებს კითხა. გეგმის მხრივ 4 სესია კვირაში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და თქვენს ქსელში თერაპევტი უმეტესად კარგია. უმეტესად კარგი. ძალიან ძლიერი დახასიათება. მისმინეთ, უფრო მეტი ფიზიოთერაპიით და უკეთესი თერაპევტებით. არ გაიზრდება იმის შანსი, რომ ჰენკი გაივლის. ამის თქმა ძალიან ძნელია, მარი. არის ჯანმრთელობის გეგმის გზა სამედიცინო თვალსაზრისით დამართლებული. რა თქმა უნდა, მაგრამ არის ის აბსოლუტურად ოპტიმისტური? კარგი. მაგის დედაც. ყველაფერს ვიზა, რომ მან მიიღოს რაც საჭიროა. მათ შეუძლიათ ამინაზღაუროს. ქალბატონო შნეიდერ, მესმის თქვენი იმედგაცრუების მართლა მესმის, მაგრამ ყველაზე საუკეთესო რჩევა რაც კი შემიძლიათ მოგცეთ, არის ის რომ დარჩეთ ქსელში. ნუ გადაიხდით საკუთარი ჯიბიდან. ფიზიოთერაპია მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ ვსაუბრობთ პირად ექთანზე. ცვლილებები თქვენს სახლში, ოკუპაციური თერაპია. ეს შეიძლება $100,000 დაგიჯდეთ. მერე რა? ჩვენ უბრალოდ კომპრომისზე უნდა წავიდეთ? $100,000 და ფული გვაქვს. ბოლტს აქვს ფული. შეიძლება არასდროს გადაგიხადონ. მინახავს როგორ გაკოტრებულან პაციენტები და მათი ოჯახები იმის მოლოდინის, რომ მათ ზარალს აუნაზღაურებდნენ. ვინ არის საუკეთესო ფიზიოთერაპევტი, ვინც კი იცით? შემიძლია სახელები გითხრათ, მაგრამ არ ამგონია თქვენს გეგმაში იყვნენ ისინი. ჯანდაბამდე გზა გქონია თქვენ გეგმას. ვახ, მერი. მასერს უკეთებენ? თუ მე მეგონა ეს ჰენკი. ეს სოლია. როგორც იქნა ის აქაა. გავკადნიერდი და შენ გარეშე დავიწყე. ქალბატონებო, ეს არის ჯესის სან. აქ მთლიანი პროცედურისთვისაა. ფეხზე გაიხადე და დაწექი. ქერცლავს. სხვა დროს იყოს. მაესტროსა და მინივენის პარკირებას ცდილობს.
რა იყო მაგის ჭრდილი ვარ, აქ რას ვაკეთებ? მინდოდა რომ თქვენ ორს მონეტა აგეგდოთ, მაგრამ რადგან გენიოსის შეწუხება არ შეიძლება, დღეს შენი იღბლიანი დღეა. მიმოიხედე ბიჭუნი, ეს ყველაფერი შენია. რა? ეს? ხო. ახლა შენ ხარ ამ დაწესებულების მესაკუთრე. უფასოდ? უფასოდ. ქალბატონებო, ყურები დახუჭეთ. არა, უფასოდ არა. მისმინე, ეს არის ძალიან სუფთა ფული, ძალიან მომგებიანი, პოტენციურად მაინც ადგილობრივი დაწესებულება სავაჭრო პალატის კეთილგანწყობით, უკეთესი ბიზნესის გარემო. $312,000. 312,000? რას ვერ ხვდები? გარეთ ფრჩხილების სალონია, გაიგე, შიგნით კი ყველაზე საუკეთესო ფულის გასათეთრებელი ადგილია, რომელიც კი შეიძლება ახალგაზრდა მამაკაცმა ითხოვოს. მოიცადე. ქალბატონებო, მადლობა. ხოჩახ. დაბრუნდი, დაჯექი. კარგი რა. მომისმინე ერთი წამი. სოლი მომიცი რომ კარგად გასათრება ცდილობს ჯესის დაიხმაროს. რა მექსმენია განთავსებაზე, დანაწევრებაზე ან ინტეგრაციაზე. არანაირ ფრჩხილების სალონს არ ყიდულობ. ამიტომ დაივიწყე. არ გინდა რომ ციხეში ჩახსვან. შენ გინდა რომ შეინარჩუნო ფულიც და თავისუფლებაც, რადგან რაღაც ერთი სიტყვა უნდა გითხრა. საგადასახადო. თუ მათ კაპონე აიყვანეს, შენს აგიყვანენ. აი უყურე, ეს ხარ შენ, პიკმენის პონჩი გაიგე. აი ეს შენი ფული. პიკმენის ვაიმე. ხარ გოგოი, მაგრამ ვაიმე ეს ვინ არის? ვინ არის ეს? ეს კაცია საგადასახადოდან. და ის შენ გეძებს. ახლა რას ხედავს ის? ახალგაზრდა ბიჭს, მდიდრული სახლით, შეუზღუდავი ფულადი შემოსავლით, მაგრამ არანაირი სამსახურით. ახლა რა დასკვნას აკეთებს ეს კაცი? იმას რომ ბარი გავარ. არასწორია, მილიონჯერ უარეს, შენ საგადასახადოს ატყუებ. და რა შვებიან ისინი? გართმევენ ყველაფერს და სანაგვეში გაგდებენ გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით. ვაუ. რა შეცდომა დაუშვი? შენ ფული არ გაათეთრე. ახლა ფაქტია. ამას განთავსება. ჭკვიედია. ყველა ჭკვიედია ამ სერიალში. სიბათლეს გეტყვით. ჯესიც კი ეს არის თავისუფლად. ჭკილების სალონი. მე შენ ბინძურ ფულს ვიღებ და აქ ვყრი. მეთამფეტამინის მოხარშვა ისწავლა კითხვა თავისით. ამას დანაწევრება ქვია. ბოლო ნაბიჯია ინტეგრაცია. სალონის შემოსავალი მესაკუთრეს რჩება. ეს ხარ შენ. შენი ბინძური ნარკოტიკებით ნაშოვნი ფული გადაიქცა სუფთა დასაბეგრ შემოსავლად, რომელიც ძლიერი ინვესტიციაა წარმატებულ ბიზნესში. გასაგებია? ესე იგი გინდა რომ ეს ადგილი ვიყიდო მარტო იმიტომ რომ გადასახადები ვიხადო? მე კრიმინალი ვარ. ხო და თუ გინდა დარჩე კრიმინალად და არ გახდე მსჯავრდებული, იქნებ გაიზარდო და შენს ადვოკატს მოусმინო. ხო, შენი 5% რომ აიღო, ხო? გეშლება 17%. ვაუ. გავიგე როგორ თქვი ციფრი 5. ჩემ თვალწინ თქვი ასე. ხო, ეგ შენი პარტნიორისთვის იყო. უფროსები პრივილეგიით სარგებლობენ. შენთვის 17%-ია და ეს შეთანხმებაა. ჰეი, მისმინე, კარგი. კარგი რა, აქ შენს მომავალზე ვლაპარაკობ. მომისმინე, ბიჭო. ცოტა უჭირს, რა თქმა უნდა, ჯესისთან ურთიერთობების დალაგება, მაგრამ ზარზები ვარ. როგორ არის შენი ქვიცლი? იცოცხლებს. კარგია. მოხარული ვარ. ვოლტერ, შეწუხებული ჩანდი. რით შემიძლია დაგეხმარო? შეხვედრა გთხოვეთ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაგვეყენებინა. დიახ. იყო რაღაც გაუგებრობები ჩვენ შორის და ვფიქრობ ჩვენივე ინტერესებში შედის ის რომ ერთმანეთს არაფერი დავუმალოთ. მე მგონი ასეა. და ზარზე თქვი. დიახ. ეს არის ბიზნესის კეთების საუკეთესო გზა. ჩემ ქვისლს
რამდენიმე წამით ადრე სანამ თავს დაესხმებოდნენ, ვიღაცამ დაურეკა და ერთი წუთით გააფრთხილა. ადრე. იმის შესახებ რაც შემდეგ მოხდა. ვფიქრობ იგივე ადამიანი მიცავდა მეც. ჯერა იმ მკვლელების მთავარი მიზანი ვიყავი მე. მაგრამ რაღაც მიზეზით მათ კურსი შეიცვალეს და ჩემ ქვისლს დაესხნენ თავს. იმიტომ რომ შემაქვისლო მოკლა ტუკო დავკავშირებს იმას რომ მექსიკელები არიან ესეც და მიხვდებიან რომ ამ ჩარების გამო ვარ ახლა ცოცხალი. და ნუ გასწავლობით ხარ ცოცხალი. რო ღრმა თამაშს თამაშობდა. ეს ზარი განახორციელა, რადგან მას უნდოდა ორმხრივი სროლა ამტყდარიყო და არა უბრალოდ ჩუმი მკვლელობა. კი. ტუპების მოკლა უნდოდა. მან ორივე მხარე დაასისხლიანა. კი. ამერიკის და მართალია. მექსიკის მთავრობა დაარაზმა კარტელის წინააღმდეგ. და სვეტში. მეთამფეტამინის მიწოდება შეწყდა სამხრეთ-დასავლეთით. თუ ამ კაცს ექნება საკუთარი წყარო საზღვრის ამ მხარეს, მას მთლიანი ბაზარი აქვს. ნუ ოლტი ყველაფერს ჯილდო მიხდა. გასაოცარია. ვაფშე ყველაფერს, გარდა იმისა, ვინც ჩვენ ვართ მზრდარეკა. შემიძლია არ შევიმჩნიო ის, რომ ვიცი ეს ადამიანი შენ ხარ. კი. არ მინდა რამე გაუგებრობას გქონდეს ადგილი. ნახეთ, აღარ არის ესეთი ბედნიერი. ვიცი, რომ სიკვდილს გადამარჩინე. და უფრო მეტიც პატივს ვცემ ამ სტრატეგიას. მაგრამ შენ ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. პატივს ვცემ კარგი, მაგრამ არაფერი პრეტენზია არ გექნება. ჰენკის მოკლა რომ უნდა შენი ქვისლის. ერთადერთი საკითხი, რაც მადარდებს, არ ვიცი რა მოხდება, როცა ჩვენი სამთვიანი კონტრაქტი დასრულდება. What would you like? შენ რა გინდა რომ მოხდეს? იცი, რისთვისაც ვაკეთებ ამას. ჩემი ოჯახის კეთილდღეობა მინდა. კი. ხო და მიიღებ 3 მილიონს სამ თვეში. ეს იყო ჩვენი ნუ შეხი. ოჯახის კეთილდღეობაზეა საუბარი და ოჯახის წევრის მოსაკლავად დაიქირავე ორი არანორმალური სალამანკა. მისაღებია? ანუ გასი იყო. ნუ ორივე ვერსია რაც მექოდა გახმოვანებულია აჯანანებობის მიერ. მაგრამ აი მეთქი სერიები თავდებოდა და გამოვშტერდი. ანუ ერთი ვერსია იყო რომ ბაიკმა დარეკა, მაგრამ ბაიკს რომ დარეკა იგივე გასის ბრძანებით იქნებოდა. ვოლტ. არაფერს არ დაეჯახო. Volt. რაჩენ დაბასაკეთე. შენ თვალები და თავის მოკლავდა ტიპს. არა, კაი. თავის მოკლა არ მინდა. ნუ ხო, ყველაფერი გარდა. ვოლტი კარგადა, მანქანა კარგადა, მაგრამ ტიპაკინამ თავი მოიკლა. ისე ჩემი თითქოს დაბართლა აპირებდა. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ საუბრობთ იმაზე, რაც ყოველდღიურად გვაღელვებს ან გვაბრაზებს არის ის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს და აღარ დავბრუნდეთ იმ ჩვევებში. ბოლომდე გავაძევოთ ჩვენი დაავადება, სანამ ის დაბრუნებულა.
ასე რომ ვინმე სურს რამის თქმა, უფასო ლიცენზია რომ იწუწუნოთ და იქნესოთ. ჯესი, ბოლო შეხვედრაზე ძალიან ცუდად იყავი განწყობილი შენ სამსახურზე საერთო სამრეცხაოში. ნება მომეცი გკითხო, შანსი რომ მქონდეს გააკეთო რამე, რას გააკეთებდი? ბევრ ფულს ვიშოვიდი, ძალიან ბევრს. ნუ ჩავთვალოთ ფული გაქვს. არ ვიცი. ვფიქრობ რაღაცას ვიზავდი. მაინც რას? არ ამგონია ეს რამეს ცვლიდეს. მაგრამ ალბათ ხელობით დავკავდებოდი. რაღაცებს აწყობდი. რა სიტყვი სადურგლო სამუშაოზე ან აგურის დამგებზე. არა. საშუალო სკოლაში პროფესიულ ტექნიკურ გაკვეთილებს გავდიოდი ხეზე მუშაობაში. ძალიან ხშირად დავდიოდი მაგ გაკვეთილზე, რადგან დროს კარგად ყვლავდი. ყავდა მასწავლებელი ბატონი პაიკი. აიკი. საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი თუ დაახლოებით რაღაც ეგეთი იყო, სანამ დაბერდებოდა. როგორც მახსოვს. კარგად არ ესმოდა, ჩემი პროექტი მაგ გაკვეთილებისთვის ხის ყუთის დამზადება იყო. უბრალო პატარა ყუთის, რაღაცეების ჩალაგება რომ შეძლებოდა. ამიტომ მინდოდა საქმე რაც შეიძლება სწრაფად დამემთავრებინა. შემდეგი სემესტრი სხვა გაკვეთილებს ვაცდენდი. რომ ჩემს მასწავლებელს გამოცდაზე ვერ ჩავეჭერი. რამდენიმე დღეში გავაკეთე და ძალიან ცუდი შესახედაობის იყო. მაგრამ რაღაცეების ჩასაწყობად გამოდგებოდა. როდესაც ყუთი ბატონ პაიკს ვანახე და ველოდებოდი ნიშნის დაწერას, მან შემხედა, მერე ყუთს შეხედა და თქვა: სულ ესაა? ბრისი გაკეთებაც შენ შეგიძლია. თავიდან ჩემთვის გავიფიქრე. ხო, შებოზო, ახლა დამიწერე ქულა და გავხდი რომ წავიდე აქედან. და დავბოლდე. არ ვიცი, შეიძლება რაღაცნაირად მითხრა. მაგრამ თითქოს არ უთქვამს, რომ ცუდი იყო. ის გულახდილად მეკითხებოდა, შემეძლო თუ არა მეტის გაკეთება. კარგი იყო და კიდევ უკეთესის და შემდეგ რაღაც მიზეზის გამო გავიფიქრე. გეკითხებოდა. კი ძმაო, უკეთესადაც შემიძლია. ამიტომ თავიდან დავიწყე. შემდეგ კიდევ ერთი გავაკეთე. შემდეგ კიდევ ერთი გავაკეთე და სემესტრის დასასრულს, როცა უკვე 5 ყუთი მქონდა აწყობილი, ავაწყე რაღაც სასწაული. უნდა გენახათ. ის დავამზადე პერუული კაკლისაგან და ტროპიკული ხის მოზაიკით. სამაგრებით იყო აღჭურვილი. რამდენიმე დღე ვასწორებდი, სანამ მინასავით გლუვი არ გახდა. შემდეგ ტუნგის ზეთი წავუსვი, დიდრული და მუქი რომ გამოჩენილიყო. სურნელიც კი კარგი ჰქონდა. შეგეძლო ცხვირი ჩაგეყო და ჩაგესუნთქა. სრულყოფილება იყო. სად არის ეგ ყუთი? დედა ჩემს მივეცი. კარგია. არ ვიცი, ახლა ტელეფონს დაველეწავ. გამოვაგდე უბრალოდ ვიზეზოთ 3-2-1 გავაგრძელოთ. ნერვები მაქვს უკვე. დედა ჩემს მივეცი. რა? ხო, არაფერი გოდიშით. კარგია. ხო იცი რაც უნდა თქვა. არასდროს არაა გვიანი. არსებობს სხვადასხვა საშუალება უნივერსიტეტის პროგრამები, ხელოვნების დაწესებულებებში გაკვეთილები, იცი დედა ჩემისთვის არ მიმიცია. რა? ცოტა მოსაწევში გავცვალე. აუ. ის გმირია, უარს ვერ ეტყვის გმირს ხარჯები რომ დაუფარო. ისინი არ უარყოფენ ამ დაფარვას, არა, გეთანხმები, მაგრამ ვოლფთან სუსტად იგივე გავიარე. შენს დანასუქს დახარჯავ და რა ამერე? თქვენ როგორღაც გაიტანეთ თავი, არა?
შენ თვითონ არ თქვი ელიოტის და გრეჩენის ფულს ყველაფერი არ დაუფარავსო. კი, ელიოტის და გრეჩენის ფულს. ღმერთო უნდა დაუბრუნდე. რა? არა, უნდა დაისვენო. მინდა შხაპი მიიღე. მე კიდევ ახალ საჯარს დავაფენ. იმ შემთხვევაში თუ გაიღვიძებს, მინდა იქ ვიყო. დილამდე არ გაიღვიძებს. გამარჯობა, სკაი. გამარჯობა. აქ რასაკეთე? ვიფიქრე შეგუვლითქო, რომ მენახა თუ როგორ გზნობ თავს. ცუდ დროს მოვედი. გამარჯობა. გამარჯობა. მარი, ეს არის ტედი, ჩემი უფროსი. ესე იგი, ტედი თქვენ ხართ? ბევრი მსმენია თქვენზე. მადლობა საჩუქრებისთვის. ძალიან მზრუნველი ბრძანდები. ყველის ჟღირები. არაფერს რისი მადლობა. სკაილერზე იმდენად ზრუნავთ, რომ მის ოჯახის წევრებსაც არ ტოვებთ უყურადღებოდ. არ შემოხვალთ? ხო, ბოდიში, შემონი ტედ. კარგი, არა უშავს. ცოტა ღვინოს სვამთ, ხომ არ შემოგვერდებით? არა, მადლობა. სახლში მივდივარ და უბრალოდ ვიფიქრე, იცით, ძალიან გამოფიტული ვარ. ფიქრობ, ჯობია შხაპი მივიღო. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ტედ. და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩემთვისაც სასიამოვნო იყო, მაგრამ მეუღლეს საუკეთესო სურვილები გადაეცით. გადავცემ. მადლობა რომ შემოიარე, მაგრამ ახლა შეხვედრისთვის საუკეთესო დრო არ არის, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ 1 წუთი ვილაპარაკოთ. ვიცი, ოჯახთან ყოფნა გჭირდება, მაგრამ რამდენიმე დღეა საერთოდ არაფერი გამიგია შენგან. დიდი ბოდიში ამდენი ხდით გამგანთავისუფლე, მაგრამ მართლა უნდა არა, ეგ რა შუაშია, მე შენ მაინტერესებ. ესაა და ეს. ტედ მე ჰენკს გადამხდარი ამბავი ერთი დიდი შეუჩერებელი საშინელებათა ჟანრის შოუა, ხომ ხვდები? ვერავე ხვდება. მარტო იმის თქმა მინდა, რომ აქ შენთვის ვარ. მადლობა. მაგრამ უნდა გთხოვო, რომ ჩემი სკაი, შენმა დამთუმ ნახა აქ მერე რა. ტედ ორივე განქორწინებულები ვართ. მერე რა? კარგი. ამაზე მე ვილაპარაკოთ, ტედ, კარგი? რამეს მიმალა? მოგვიანებით ვილაპარაკოთ. სკაილერ, უბრალოდ მითხარი. მართლა, ახლა არ გინდა ამაზე ლაპარაკი. სერიოზულად, ტედ, რაზე ფიქრობ ახლა? მართალი ხარ. აქ მოსვლა ცუდი აზრი იყო. ამაზე ლაპარაკი ცუდი აზრი. ამ დღეებში გნახავ. ოფისში დავბრუნდები. როცა გინდა, მაშინ მოდი. ვიცი. არ მჯერა რომ ფურგუნი უნდა დაგემტრიათ. ამაზე არაფერს ვიტყვი. დეპრესიას აიკიდებდი უეჭველი. ხო, მოსაწევის დაკარგვას გავს. ჩემსავით მაინც არავის ენატრება. როცა მინდოდა და სადაც მინდოდა, იქ ხარშავდი. ჩემპიონში ვიყავი, არავის კითხვაზე პასუხი არ მქონდა გასაცემი. რა აზრი აქვს იყო ბოროტმოქმედი და თან პასუხისმგებლობები გქონდეს. დართ ვეიდერს ჰქონდა პასუხისმგებლობები. ის სიკვდილის ვარსკვლავზე იყო პასუხისმგებელი. ბაზარი არაა, ორბოз ვარსკვლავზე. უბრალოდ ვამბობ. ეშმაკის ადვოკატი. ესე იგი გადასახადები ვიხადო? რა უბედურებაა? მაგარი სირობაა, ეგ კავკასია. აბა რა. მოდი გავაგრძელოთ საქმე. რა სიტყვით? ეგრე ვქნათ. მე ვიტყოდი ცხოვრება პატარაა, ძმაო. ბაზარი არაა, ბოზებო, ჩვენ ფურგუნი არ გჭირდება, მხოლოდ ველოსიპედი. ცოტა სარეცხი საშუალება და ლიმონათის ბოთლები გჭირდება. არა. ეგ შეანჟღრიეს მეთოდი არ მომწონს. საკუთარი თავის პატივისცემა სულ დაკარგე. საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ მაინც შეგვიძლია ქუჩაში გავყიდოთ. და ვინ ამბობს, რომ ქუჩაში უნდა გავყიდოთ? იქნებ მე უახლოესი ბაზარი ვიპოვე. იქნებ მხოლოდ მეთამფეტამინი გჭირდება. მიხარია რომ ეს ორი დააბრუნეს სკინიპიტი და თახვი.
რაოდენობა მითხარი. Hey. The yield. რაოდენობა მითხარი. 201. 201.8. 201.8, კაი. დაახლოებით იმდენი რამდენიც წინას. კურსასწინები გაიგეთ, ეს მე ვარ, ვინა. ძალიან მიყვარს რამის კეთების დროს მუსიკის მოსმენა. და აქ დაბრუნდით. I see a couple. ახალსახეებს ვხედავ. Anybody? წარმოგიდგინეთ თქვენი თავი ოღონდ ერთად არილაპარაკოთ. Oh, So, ესე იგი, ჩემი სახელია ბრენდონი. Brandon. კარგი ბრენდონ. Can I tell us something? გინდა შენი თავის შესახებ გითხრა რამე. I'm here. აქ ვარ It's just one thing. მეთამფეტამინის გამო. It's math. It's bad. ეს ძალიან ცუდია. I kicked a couple. თავიდან ვიფიქრე უბრალოდ გავსინჯავ თქო. Jesus. მაგრამ ღმერთო, This new version of it. რაც ქუჩაში ახალი ვერსია შემოვიდა, Not that blue stuff. ლურჯზე Yeah, ამბობ, skinny petits. Sorry. ვი ბოდიში ხელი არ ამიწევია. Go ahead. არა უშავს, აქ ყველა ასე ვაკეთებ. Yeah, exactly. ხო, ეგ ლურჯი ნარკოტიკი. You had it too. შენც შემჯარი იყავი? ხო, ძმაო. I never ნეტა საერთოდ არ გამეგო, რო არსებობდა. თითქოს ჩემს თავს ცეცხლი წაეკიდა. ხო, ის რაღაც მთლიანად გწვავს. ბედნიერი ვარ, რომ სპეციალურად ამაში შევეძლო. აკეთებენ მაგას რო It's a shame. აი ეგრე არ არის ძმაო ეგ. არა ძმაო. მაგას ნუ მეუბნები. გავიგე ისევ დაბრუნებულა ქალაქში. რეკლამას აკეთებენ. Strong. ყარადიდექი ძმაო, ყარადიდექი. ყველაფერი კარგად იქნება. ჯესიკა ყოფილია. ნახოთ. ენგი. ღმერთს ფიცავარ ვიზამ, პრესას შევაწუხებ. მივალ 48 საათში, წავალ ნაითლანში, არ ვიცი კიდევ არის თუ არა ნაითლანი. მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ამას მიიღებენ და გააშუქებენ, რადგან ის გმირია და 43 წლის ასაკში არ ჩაჯდება ინვალიდის სავარძელში. 43 წლის. კაია რო გითხრეს რამდენი წლისაა ენგი. ღმერთო ჩემო. მისმინე, მარი. ვიცი სკაილერმა უკვე მითხრა. მაგრამ თუ რამე გჭირდება, რაც არ უნდა იყოს, კარგია რომ ორივე აქ ხართ. კარგია კი. უკეთესი იქნებოდა რომ უფრო მეტი შეგვეძლოს. World. შეგვიძლია მათი მკურნალობის გადასახადები გადავიხადოთ. გთხოვ, 10,000 დოლარია. ჩვენ გვაქვს საკმარისი ფული. ვოლტმა იშოვა. სკაილერ. ვფიქრობ, მარიმ სიმართლე უნდა იცოდეს. სკაილერ არ ამგონია კარგი აზრი იყოს. აზარტული თამაშებით იშოვა ფული. აჰა. რაც სიმართლეც არა, მაგრამ ვოლტს და მე ამ ბოლო დროს რაღაც პრობლემები გვაქვს. კაი. შენ ეს იცი და What it all came საბოლოოდ down to ყველაფერი really ფულს ეხებოდა. money, უბრალოდ ფულს. pure and simple. And what was diagnosed როცა ვოლტს დიაგნოზი დაუსვეს, ის შეიცვალა და changed him. Looking back, როცა იმ დროს ვიხსენებ, understood. what it ფიქრობ, was რომ he was going ვერასდროს მივხვდები თუ რას გრძნობდა და რას განიცდიდა. facing death. It was knowing ეს სიკვდილზე მეტი that he იყო, was მან gonna be იცოდა, რომ fine. ამ ქვეყნიდან მიდიოდა Nothing. და არაფერს არ ტოვებდა. And so that's how this all started. აი სად with დაიწყო better ყველაფერი. orders. He wanted to. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უნდოდა რომ ფული შემოიტანა ოჯახში. He paid his. ამიტომ medical ყველანაირი bills მკურნალობის only ხარჯები დაფარა თვითონ. How? ერთადერთი გზით, I thought that რომელიც იცოდა. მე მეგონა ელიოტი და გრეჩენი დაგეხმაროთ. მეც ესე მეგონა. კი. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ 1 ცენტიც არ გადაუხდიეთ. he was too proud to take what he მათგან was. არც 1 ცენტი არ აგვიღია. ძალიან ამაყი იყო რომ აიღო ის კაილერი იყო ჩეხია ახლა, სწორად იქცევა. ეგრე არაა?
თან არ ამბობს სიმართლეს, რომ საფრთხეში არ ჩააყენოს და ხომ მერი იცი და როგორია ჰენკი. ვოლტი. თუ ჰენკი ისედაც საკმარის საფრთხეშია, მაგრამ თან არც ისე ლაპარაკობს, რომ ვოლტი დამდაშევედ პრობლემების გამოიყვანოს. მომგვარებელია. წიგნები წაიკითხა, გამოკვლევები ჩაატარა და გამოიგონეს სისტემა. სისტემა? კარტების დათვლის სისტემა ბლეკჯეკში. რას გულისხმობ? ვერ გეტყვი რომ ყველანაირი დეტალი მესმის, მაგრამ მას სჯეროდა რომ თუ საკმარის ფულს ჩადებდა, იქნებოდა რა ქვია იმას? სტატისტიკური უპირატესობა? კი. ხო. სტატისტიკური. ამიტომ ყოველ წუთს ვოლტი სხვადასხვა სათამაშო მაგიდასთან იჯდა. თავიდან კაზინოებში დაიწყო სიარული, შემდეგ კი მიხვდა რომ კაზინოები შენს მოგებას შემოსავლების სამსახურს გადასცემენ და და თუ გავრცელდა ინფორმაცია, შეიძლება ოჯახმაც გაიგოს. და თუ არ გინდა რომ ოჯახმა გაიგოს, მაშინ სხვა ადგილი უნდა ნახო სათამაშოდ. როგორიც უკანონო ოთახებია. აჰა. გახსოვს, ვოლტი ძალიან დიდი ხნით სასეირნოთ რომ მიდიოდა ხოლმე. გონი რამდენიმე თვის განმავლობაში. ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა. ასე არ არის, ვოლტ? ღმერთო ჩემო. ღმერთო, ფსიქიური აშლილობის ამბავიც მოგონილი იყო? არა, აი, ფუგის მდგომარეობას. ეგ არ მოუტყუებია, მარი. იმ ღამეს, როცა ვოლტი აი, გაუჩინარდა, მოიტყუა, მან მაგრამ არა. მაგის თქმა არა ასეჭირო. $14,000 წააგო. დახმარების ფული იყო. ჩვენი დანაზოგები. ყველაფერი რაც კი გქონდა ჩვენ სახელზე. დაიკარგა. ის ჭკუიდან შეიშალა. სიკვდილი უნდოდა. მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ისევ აზარტულ თამაშებს მიხო ხელი და აი, სადამდე შეტობა. ასე როგორ მოიქეცი, ვოლტ? საბოლოოდ მისმა სისტემამ იმუშავა და ჩვენ გვაქვს ფული. სკაილერი, არა, სკაილერი ძალიან მაგარია ახლა. საბედნიეროდ აზარტული თამაშები წარსულს ჩაბარდა. სამაგიეროდ ფული დაგვრჩა. რამდენი გაგვთ? ვოლტ? ეტყვის სინამდვილეში. შვიდ ციფრიანია. ღმერთო ჩემო. აჰა. რა შვიციფრიანია. შემიძლია ვთქვა? ვაუ. მაგრად გამომივიდა. მარი, შენ აიღებ ჩვენს ფულს. გამოიყენებ და ჰენკს უმკურნალ. კი, გთხოვ, მაგას მარი, ისე. მოგვეცი საშუალება, რომ დაგეხმაროთ. ვოლტერ უმცროსმა იცის ეს? არა, არა და არც უნდა გაიგოს. არც უნდა და არც გაიგოს, ჰენკმა, კი. კარგი? ისედაც საკმარისად აქვს საფიქრელი. ჩვენ შორის დარჩეს, კარგი? კი, მე უნდა მე კარგი, მე რა ვიყოთ? როგორ მოიფიქრე? როგორ შეიძლებოდა? საუკეთესოსგან ვისწავლ. ვაუ, სკაილერ. რაღაც მეუბნება რომ ჰენკი აქ შენს გამოა და ნაწილობ. ამას არ დავივიწყე. ნუ თადანის გემოს არ არის ახლა. ასე თუ ისე ჰენკი ტუკოს რო იპოვიდა, ტუკო თავს დაესხმებოდა და ჰენკის გახმოვანებულია საპასუხოდ ესროდა. აჭარა.com-ის მიერ. თავად ვოლტის ბრაიც არ ყოფილა და სერია დაყვანა. სწრაფად დამთავრდა. მაგრამ ხო,
რაღაც მხრივ სკაილერი სიმართლეს ამბობს. მთად უდანაშაულოს ვოლტს ნახდად ვერ ვუწოდებთ. მეძინება შეიძლება არც ისე კაი აზრი იყო ორი სერიის ერთად გადაღებდა, იმიტომ რომ ჩემი რამიდის კაი, ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული მესამე სეზონის მეცხრე სერია კავკასკი. კაი სერია იყო რა. შედარებით იმდენად კარგიც არა რამდენადაც დანარჩენები, მაგრამ იყო რამდენიმე მაგარი მომენტი. გასის და ვოლტის დიალოგი, სკინიპიტის და თახვის თუ მაჩვის ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რა ქვია. ხან თახვის უძახიან, ხან მაჩვის, მაგრამ ისე უნდა ვნახო ორიგინალში რა ქვია. მაგორის დაბრუნება, სოლის და ჯესის ესა რა ქვია დიალოგი და ახლა ეს ვაუ სკაილერი ოჩახია მართლა. მაგრამ ხო, იმასაც გაითვალისწინებს, რომ შეიძლება ვოლტის ბრალი იყოს ეს. რა თქმა უნდა, ახლა ფაქტია, სკაილერი ამას ასე არ დატოვებს. ზოგადად სერიაზე, როგორც უკვე თქვი, კარგი იყო რა. კარგი იყო. მაგრამ ხო, არაფერი განსაკუთრებული. ჰენკმა გაიღვიძა, შედარებით უკეთესადა, ახლა გადაუხდიან მკურნალობის ფულს და მერი მიცის, არ იცის, მაგრამ იცის სკაილერის გამოგონილი ამბავი. აზარტული თამაში, ის მაგარი იყო, საუკეთესოს გავისცა. არა, ძალიან დიდი ბავშვი ხალხო, მაგრამ არ პროსტა იმის თქმა არ შემიძლია, რომ სკაილერი ცუდი პერსონაჟია. ანუ ძალიან არასწორად მოიქცა ტედთან რო უღალატა ვოლტს, მაგრამ თუ ამ წუთას ნანობს მაგ მომენტს და აშკარა რომ ცოტა მაინც ნანობს, აშკარად დაეთქო კიდეც ტედი რომ მოვიდა მაშინაც და ტედის საქციელი მე მაგალითად არ მომწონს, ანუ ტიპი ძირითადად ფიქრობს სკაილერის დაბრუნება, სკაილერთან ერთად ყოფნაზე რა, სიმართლე გითხრათ, მე მგონი, რა ვიცი, ჰენკი სულ არ ადარდებს და მარტო იმიტომ მივიდა სკაილერთან, რომ ერთად გაეტარებინათ ღამე რა, ხო ხვდებით, მაგრამ მერი დახვდა იქ და ვერ გააკეთა რაც უნდა. თუმცა, ხო, ჯერჯერობით აი ყველა პერსონაჟი რო ავიღოთ, ტედი ალბათ ყველაზე ნაკლებად მომწონს მაგათგან. მაგრამ ხო, ვნახოთ, იქნებ უკეთესისკენაც შეიცვალოს, რავი. ასე თუ ისე, შემიძლია დაგემშვიდობოთ და ხო, გასის ამბავი. გასის ამბავი ვიცით უკვე ისედაც რისი გაკეთებაც უნდა, მაგრამ ახლა ვოლტმაც იცის, რაც მთავარია. ამიტომ ხო. მაგრამ ვეჭვობ, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ამბავი რა. რავი, გასის ამბავი რო ვიცი და ვოლტის ამბავი რო ვიცი, საბოლოოდ შეიძლება სერიოზულად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. და სალამანკების ამბავი არ ვიცი და ზოგადად მექსიკელების ახლა ასე დატოვებენ ტუკოს მკვლელობა არ შეერჩენს, ანუ მაქსიმალურად ცდილობდნენ ტყუპები ვოლტის მოკვლას, რომ არ მისცა გასმაუფლება, მე ჰენკის მოკვლას, ახლა ვინც იყო მათი უფროსი ტყუპების, უფროსი, ხო რა, უფროსი შეიძლება ითქვას. ის მკვდარია უკვე, მაგრამ კიდევ ეყოლებათ ხალხი დაწვრილებული, აგერ ჰექტორს ეყოლება ხალხი. ხო. ვნახოთ მაგას რა მოხდება შემდეგში. იბედია არ დავანებებთ მაგ ამბავს თავს რა. იბედია გავავრცობთ კიდე. იმიტომ რომ ხო, ზოგადად მესამე სეზონიც მალე დამთავრდება, ახლა რაღა დარჩა მე-11, მე-12, 4 სერია. ნახოთ. ახლა კიდე მშვიდობებით. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ სარის ღილაკი. მადლობა ყველას, გნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში და კარგად გრძანდებოდეთ.